რეკლამა მეგობრებო დასრულდა, ეხლა უნდა განვაგრძოთ საუბარი. ჯერესერთ დავიწყოთ იმით, რომ ძალიან კარგად მუშაობს ეს კომისია. ვიღაც ბოროტიანები ყურადღების გადატანისთვის გჭირდებათ. რა ყურადღების გადატანა? მთელი საქართველო უყურებს, განიცდის, გულშემატკივრებს ეს რომ იყოს გაკეთებული უბრალოდ როგორც შოუ. ხო, ჯერესერთ ისგან, ხო, თვითონ რაღაც პრობლემისგან და ჯერესერთ ეს რომ იყოს რაღაცა უაზრო შოუ, ქართველი ხალხი ძალიან კარგად გძობს. შოუებს ნაჩვევია რა და სად შოუა და სად რაღაცა. ეთკინათ, ძალიან ეთკინათ. ბატონო ევროპელებსაც ძალიან ეთკინათ ეს კომისია. აი ჩაგვიწერეს იმას აი ხო რომ ამაზე გაამახვილო ისე ყურადღება რა. რეზოლუციაში. აი ოღონდ რომლენაც შეჩერებულია მე მგონი ჩვენი ურთიერთობა პასესთან. კი ბატონო, ჩვენი ინიციატივით არის. ჩვენი ინიციატივით. ეს არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო. წერ უნდა იკითხონ თემაა რა. და ზოგადად 300-ზე მეტი წევრი ყავს, 305 თუ 306 წევრი ყავს და ამ შემთხვევაში ბოლო რეზოლუციაზე 98-მა წერმა მიიღო მონაწილეობა. ეს საზოგადოებისთვის ცნობილია, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ევროპარლამენტის ჯგუფებისაგან დაკომპლექტებული და ეს იგივე ხალხია, რაც ევროპარლამენტშია, ევროპარლამენტი რომ გადაწყვეტილებს იროს ხოლმე, არაფრით არ განსხვავდება. არც არაფერი ახლა მაინდამაინც რაღაცა წონა არ აქვს, სავალდებულოც არ არის მისი რაიმე გინდაც რეკომენდაციის და გინდაც ეგრეთ წოდებული რაღაც რეზოლუციის შესასრულებლად ჩვენთვის და არც ერთი ქვეყნისათვის. ამ შემთხვევაში ჩვენ ნახეთ მე გავეცანი რეზოლუციას და აუცილებლად სათქმელია ის რომ ახლა ითხოვენ რომ უნდა გაუქმდეს რაღაცა კანონი ოჯახური ღირებულებების შესახებ, უნდა გაუქმდეს ეს ფარას კანონი, ეს მოთხოვნები ჩაწერილია, ყველაფერი როგორც არის არასამთავრობოებთან დაკავშირებით თუ გახსოვთ და მაუწყებლობასთან დაკავშირებით კანონები მიიღეს, ეს კანონებიც უნდა გაუქმდეს და ასე შემდეგ. თავარი არის რა, უყურეთ, რაც წინააღმდეგობაში მოდის თვითონ იმ ადამიანებთან, ვინც ეს დოკუმენტი შექმნა. ამ დოკუმენტის შექმნელი არის ამ ბრიყვი, ან იმდენად უნამუსოები არიან, რომ ჩვენ საზოგადოებად არ მიგვიჩნევენ, რომ ჩვენ შეიძლება ანალიზის ვერ გავუკეთოთ. ანუ ერთ მუხში გვიწერენ, რომ ვალდებულია ხელისუფლება გამოიძიოს მშვიდობიან მომიტინგეებს, რომ პოლიციელები თავს დაესხნენ, ხო იცით ეს ამბავი ყველა ვიცით და ამ მშვიდობიან მომიტინგეებთან დაკავშირებით ეს გამოძიებები უნდა ჩაატაროს და მიიღოს ზომები და რაც შეიძლება ჩქარა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. და მე ერთ-ერთ მუხში წერს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან საპარლამენტო კომისიის შექმნით და იმითი, რომ ხელისუფლებამ დაიწყო ეს გამოძიებები და ბრალდებები რომ წაუყენა კომისიის მოთხოვნისადმი არ დამორჩილებაზე, თქვათ, იქ წერია პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს და სხვა ასე თქვათ ადამიანებს, რაღაც პოლიტიკური ლიდერები დავარქვათ, რაც უნდა ის დაარქვა. უყურეთ, ერთ დადგენილებაში, ერთ დოკუმენტში გვეუბნებიან, რომ გამოიძიეთ ის, რაც გვინდა ჩვენ, ანუ მომიტინგეებს, რომ პოლიციელებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, ის სასწრაფოდ გამოიძიეთ. ხო, აი ეგ რა. ეს გამოიძიეთ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ის სისასტიკე, რასაც უყურებს ეს ხალხი პირდაპირ ეთერში, რაც ხდებოდა, მე არ ვიცი, ეს ყველაფერი ვიცოდი, ცეცხლის მოლოტოვის კოქტეილი. არა, მაგას თავიდანებე, კაცო. ეგ რა შუაშია? ეგ არა. რასაც საპარლამენტო კომისია დღეს დასაწყობია. საპარლამენტო კომისიაზე რაც გამოძიება მიდის, ამას ითხოვენ, რომ ეს არ უნდა ხდებოდეს. ეს არ შეიძლება, ანუ ჩვენ ამის გამოძიება არ გვინდა. ეს არ უნდა გამოიძიოთ. შეშფოთებულები ვართ. გმობა იყო გამოყენებული, დაგმობა. შეშფოთებულები არიან, თქვენ ეს არ გამოიძიოთ, იმიტომ რომ ესენი, ანუ ეს ხალხი ვინ არიან ხალხო? ესენი არიან ისინი, ვინც თავის დროზე აი ამის ჩამდენებს დემოკრატიის შუქურას ეძახდა. პირდაპირ გაგებით ვიძახი, იმიტომ რომ ხო არ შეცვლილა 90% ისევ ისინი არიან კაცო და იმათ იციან ეს ყველაფერი. ძალიან კარგად იციან, რასაც აკეთებდნენ. როგორ კლავდნენ, როგორ ძალადობდნენ და უამრავი. მეც კი ფაქტები რაღაცები რაც ვიცოდი, მე არ ვიცი რა არა ემოციურად ძალიან რთულია. საშინელება. ეს არ გამოიძიოთო. აი პატარა ჩანართი თეატროლოგიანად განცხადებაც გააკეთა, რომ მე მქონდაო შეხვედრაო უცხოელ ბიუროკრატებთან და ნუ იძიებთ 9 წელს. ეს წარსულია, გაიხედეთ მომავალში. იყო ეს კონკრეტული ამბები იყო. ჩვენ ხო ფაქტის წინაშე აღმოჩნდა და დღეს ხო მაინც უნდა გააკეთოს საზოგადოებამ ანალიზი იმისა, რომ ნახე რას გვეუბნებიან. რომ თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რაც გვინდა ჩვენ. კი. სისასტიკე, რომელსაც იყენებდნენ, ეს იყო
დემოკრატიის შუქურა, იმიტომ რომ ეს გვინდოდა ჩვენ. მე მოусმინე მის რა ქვია, ბარამიძის მინისტრობის დროს რომ იქ რო ხალხი ოჯახში რო ჩახოცეს და აფრასიძეების ფაქტებსაც და უამრავი საშინელება იყო, მაგრამ წარმოიდგინეთ რომ ბავშვებს რო არ გამოიყვან და უამრავი რაღაც ყველას და ყველაფერს იმეტებდნენ იმის გულისთვის რომ რაღაც თავისთვის პიარი გაეკეთებინათ რაღაცა მიზნებისთვის მიეღწიათ ხო სოფლიოში არსად არ ხდება რომ ბავშვი იყოს სახლში დაავშვები და იმას ცხრილავდნენ დაუმდობლად ამ ყველაფერს ჩვენ უყურებთ და ამაზე გვეუბნებიან რომ თქვენ ეს არ უნდა გამოიძიოთ ჩვენ გვინდა ესე უნდა იყოს ესე ამას ხო უნდა რაღაცა სულ ცოტა ანალიზის უნარი როდესაც ევროპის კავშირის ქვეყნებში აღმოჩნდა რომ თურმე არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუმჭირვალედ აფინანსებენ და 7 მილიარდია ზოგადად დახარჯულია თვითონ ამბობენ რაშიც იყენებდნენ ამ ფულებს ამერიკის შეერთებული შტატები აგერ დღეს გეუბნება რომ USAID და სხვა ორგანიზაციები გიფინანსებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს იმისათვის რომ ქვეყანაში გადატრიალებები მოეხდინათ და როგორ არ შეიძლება შეგრცხვეს რუსული კანონის ეგრეთ წოდებული რუსულ კანონს რა აპროტესტებდით და ქუჩაში იდექით ამდენი ხანი ესე იგი რა გამოდის რომ გატყუებდნენ ხო ფაქტია რომ გატყუებდნენ რა იმ ევროკავშირმა აღიარა რომ ჩვენ ამას ესე გააფთრებულ იმიტომ ვიცავდით რომ არ გამოაშკარავებულიყო ჩვენი და არასამთავრობოების ურთიერთობა. ამის შემდეგ როგორ არ ხსხვენიათ ადამიანებს, რომლებიც იქ-იქ და დღესაც რაღაც ფორმით ისე ჭკუაზე ხართ. როდესაც ლაპარაკობთ ქვეყნის თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე, რაღაცა სულიერებაზე, ქვეყანაზე და მომავალზე, უნდა დაფიქრდეთ, რომ ჩვენი მომავალი არის ჩვენ ხელში. დღეს თუ ჩვენ იმაზე დაგვითანხმეს, რომ თქვენ სისასტიკე როგორც ჩვენ გვინდა, ამას უნდა დაარქვათ თავისუფლება და დემოკრატია და ჩვენ რომ გვინდა იმ თავისუფლებას და დემოკრატიას სისასტიკე, მაშინ ჩვენ ტყუილა გვიცხოვრია ამ ქვეყანაზე. და ჩვენს მომავალსაც მომავალი ნამდვილად არ აქვს. შესაბამისად, მოდი ესე ვთქვათ რა. ჩვენ თვალწინ უკვე ეს ევრობიუროკრატია დავარქვათ, არის ვაბანკზე წასული. იმიტომ რომ თუ აქამდე ვიღაცების ხელით ცდილობდნენ რაღაცების მოკვარახჭინებას, ის ვიღაცები, რომლებსაც რაღაცები უნდა გაეკეთებინათ, აღარ არსებობენ ქართულ სოციოპოლიტიკურ ველზე, არა მარტო პოლიტიკურზე, არამედ სოციალურზე, ანუ ეს ხელოვანები, ეს დოი, რომელიც სადღაც აი თეატრი თავის სიტყვას იტყვის, დედას გიტირებ და ჰა? სიტყვა თუ არა. ხო, აღარ არსებობს. გარდაიცვალა ყველანი, არავინ აღარ არის. გარდაიცვალა ყველა. შესაბამისად, ესენ პირდაპირ აი აქტორები არიან, უშუალოდ გამოდიან და ოპოზიცია კი არ გეუბნება, ან ხელოვანი ვიღაც წყალებში კი არ გეუბნება, რომ არ გამოიძიო. პირდაპირ გამოდის ვიღაცა პასეს ტიპი და ან ნებისმიერ ქვეყნეს ლიტვის საგარეო საქმეთა საცილოც რა არის? ანუ ტიპები გეუბნებიან, რომ 9 წლის წინ მოუხდა, ანუ 9 წლის ამბები ძველი არ გამოიძიოთო და რას აფინანსებს NGO სექტორი საქართველოში? აი კანონს რო ვიღებთ ახლა, აი ხ მაგარი კანონია. მაგარი კანონია, რომ ქართულმა იურიდიულმა პირმა რომ მიიღოს უცხოური გრანტი, გარკვეული თანხმობა სჭირდება. არა, მე მართლა აი ეს არის იდეალური კანონი. ვენაცვალე მაგ კანონის რა თქმა უნდა, იგიც წერია, ბოდიშვილი ისიც წერია მაგასთან დაკავშირებით, რომ ეს არ შეიძლება არასამთავრობოების დისკრედიტაცია და ასე შემდეგ, უამრავი მოთხოვნა. რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს, ყველაფერზე ამბობენ, რომ ეს არ უნდა ხდებოდეს. ისე უნდა ხდებოდეს, როგორც ჩვენ გვინდა. ჩვენ ვართ მართველები. რა თქმა უნდა. მოკეთ ჩვენ ასე ვთქვათ მივაგენით მათ მტკივნეულ წერტილს. მტკივნეულ წერტილი რა არის? არის, აი ბევრი ქონდა და ევროკავშირი ძალიან იაფად და ძალიან მარტივად მათ აღმოაჩინეს, რომ ჩვენს ქვეყანაში ყავს რაღაც კატეგორია საეჭვო ხალხის, რომელსაც ძალიან მცირე დაფინანსებით ნებისმიერ სიგიჟეს გააკეთებიებ. და უძირდებათ. ხო. ამ ხალხს ისინი იყენებდნენ. ეხლა რასაც ზაზამ თქვა რა, მართლა ამ რეზოლუციაში ძალიან აი თან როგორ არის, იცი რომ აი რა მომეწონა მე ამ რეზოლუციაში, რომ აი ვინც შეადგინა, ასე შეადგინა 2-3 ტიპმა, ანუ ერთმა ტიპმა ჩაწერა ისეთი რაღაცები, რომ იქ აი იქაურ აი gay friendly ტიპებს რომ მოეწონებათ, ისეთი რაღაცები იყოს. იქაურ აი გიჟ ნაციონალისტებს რომ მოეწონებათ, ისეთი თეზისების ჩაწერა და თავარი მიაწერა, რაც სინამდვილეში მათ უნდათ, რომ მათ არ უნდათ, რომ ქართულმა ოცნებამ
და ქართულმა საზოგადოებამ შეაფასოს რეალურად, რასაც აკეთებდა ნაცნობური მოძრაობა. იმიტომ რომ რასაც აკეთებდა ნაცნობური მოძრაობა, ეს არის ის, რაც იყო სისტემური დანაშაული. და სისტემურ დანაშაულს მჭირდება სისტემური შეფასება. მართალი ხარ და ყველაზე მთავარი რა არის, რომ მე მაინც კიდევ ერთხელ მინდა ვენტილაცია გავუკეთო იმ საკითხს, როგორ დაეცა, როგორ გაუბედურდა ევრობიუროკრატი, რომ ხელები საცეცები აღარ დარჩა აქ. და უკვე თვითონ უწევს. აი ხა მე მგონია რომ მაკრონი ბოლოს ერთი დღე, ორი დღე იქნება დაკავებული საქართველოში, მეც საქმე არა აქვს, როგორც ჩანს. ბობოლები, ვიღაცეები, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს. აგერთ, ტრამპი ეომება. მართალია კი გააჩერა, ამოუწია რუჩნოი ტარიფებს, მაგრამ დაძაბული ვითარებაა ძალიან. და ბევრი პრობლემები აქვს, ბევრი პრობლემები ევროპულ ქვეყნებს, მით უმეტეს გერმანიას, საფრანგეთს, ინგლისს ბევრი პრობლემები აქვს და ცალიათ რომ რაღაც საოცარი პერიოდულობით, აი მოდით ინგლისმა როდის გააკეთა საფრანგეთმა გერმანიამ კომენტარი რა ვიცი რომელიღაცა სხვა ქვეყანაზე ჩვენი რანგის არასოდეს ხო ერთი თვე გავა ორი თვე გავა ხმას არ ამოიღებენ არც მინისტრები არც პარლამენტის წევრები რას უნდა ნიშნავს კიდევ აი შენახსენი უკვე ეს ძალიან კარგად ახსნა ზოგადად როდესაც სისტემა იქნება როგორც შეკრების პროცესში არის ხშირად მონსტრი აი მაგათ დავიღოთ ინგლისის რევოლუცია რუსეთის რევოლუცია სისტემა იქცევა როგორც მონსტრი მაგრამ დასასრულში ეს არის რაღაცა გაუბედურებული, დეგრადირებული არსება. აი მაგალითად გავხსოვთ გორბაჩოვის პერიოდი, ხო? უკვე საბჭოთა დეკადენცია, ეგრეთ წოდებული პერესტროიკა. აი ძალიან წააგავს რაღაც ფორმებით აი პერესტროიკის პერიოდის რაღაც სიტუაციას. მაგალითად ავიღოთ ზუსტად საბჭოთა კავშირის პერიოდში დაიწყო კონფლიქტი ყარაბაღში, ხო? ჩვენ გვახსოვს ის განხილვები როგორი იყო? ეს იყო აბსოლუტურად ესეთი მუქარები, სანქციები, ზეწოლები იქ ხორციელდებოდა საბჭოთა კავშირში, მაგრამ სიტუაციას გორბაჩოვი უკვე ვეღარ მართავდა. რეალურად სიტუაციას ვეღარ მართავდა. იყო უამრავი მუქარა გორბაჩოვის მხრიდან, ხო? შეიძლება ამ თერიქ შემთხვევაში იყო ტრაგედიებიც, ჩვენ მათ შორის 9 აპრილიც ამ ტრაგედიის ნაწილი იყო, მაგრამ 9 აპრილის მიუხედავად გორბაჩოვი ვერ მართავდა სიტუაციას. ეხლა ევროკავშირის წარმომადგენლები თავის ესეთი განცხადებებით არის ეს მუქარები, არის ეს რაღაცა სისტემის ესე იგი დაქვეითებული სისტემისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მაგრამ რეალურად სიტუაციას ევროკავშირის ევროპარლამენტარები ვეღარ მართავენ. ევროკავშირი ვეღარ მართავს სიტუაციას. მთელი ეს ომი, რომელიც 2022 წელს დაიწყო, კონტროლიდან, ევროკავშირის კონტროლიდან მთელი რიგი ბერკეტები გამოვიდა. ჩვენ ამას ვამბობდით მაშინაც და ბევრს რაღაც ხუბრობა ეგონა და არარეალური ეგონა, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ ეს ორგანიზაცია ჯერჯერობით არ არის ადეკვატური იმ გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან, რა გეოპოლიტიკურ გამოწვევებს უშუალოდ ევროკავშირს აქვს. ამაზე მე არ ვსაუბრობ, ამაზე ვსაუბრობენ უამრავი ევროპელი ექსპერტი, ევროპელი პოლიტიკოსი, ამაზე საუბრობს ორბანი, ამაზე საუბრობს ბევრი ისეთი პოლიტიკოსი. ორბანს ერჩიანს. ბევრი ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს რომ ჩვენ ახალ რეალობაში ევროპა უნდა დავიკვირდოთ. ორბანს შეუჩერებენ ხმის უფლებას, ეს ევროკავშირის დაღუპვა იქნება. მე საბოლოოდ ორბანს არა უნდა. ნახეთ, მე საბოლოოდ გონია რომ ეგ ეხლა შეიძლება ცოტა ერეტიკულად იცვის ჩემი ესე გამოთქვა, მაგრამ მე მგონია რომ ევროკავშირის ინფორმება რა ფორმების ეხლა არსებობს ამოწურა საკუთარი პოზიტიური ერეტიკულად ეს ეროტიკულად და ძალიან სწორად ამოწურა პოზიტიური დღესასწაული დაბა ეს იგივე კითხვა მე ვიტყოდი რომ ძალიან კარგი მიმართულებით მიდის რომ უკვე თავად ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა აიღეს ჩვენთან ბრძოლის დროშა და რატო ანუ როცა აქ ადგილობრივი თქვათ მეხუთე კოლონა აქტიურობს ხო ის რაღაცნაირად შეიძლება უნიჭოთ რაღაც მაინც ფუთავს ადგილობრივ პრობლემებში თავის ბოროტ განზრახვებს. ამ შემთხვევაში შეიძლება ზოგიერთი სეგმენტი მოსახლეობის შევიდეს შეცდომაში, რომ აი ოპოზიცია გულანთებულია ჩვენ სოციალურ საკითხებზე, ჩვენს რაღაც სხვა საკითხებზე და აყვეს ამ დემაგოგიას, ამ სოფიზმს და იმათ ხარეს გადაიხაროს, მაგრამ როდესაც უცხოელები გამოდიან დროშით ან ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით, უკვე ნათელი ხდება სურათი და ქართველს უმრავლესობა შემთხვევაში, მათ შორის ამ ეგრეთ წოდებულ შუა ელექტორატს, შუა სისტემს რო ეძახით, ხო?
თუ ის არის ახლა ჯანსაღი ეროვნულად მოაზროვნე, მას ერთვება რომ რა ვიცი, შეიძლება მე ოცნება რაღაცაში არ მომწონს, მაგრამ შენ ვინ ხარ რომ აი მე მეუბნები რომ მოსამართლე დავასანქციონო თუ არ დავასანქციო, მთავრობა ავაყირავო თუ არ ავაყირავო, კარგი მთავრობა თუ ცუდია. მე ხო შემიძლია რომ ეს ჩემით გადავწყვიტ, ხო ანუ ხო დასრული ვარ და ხო ვარ სუვერენული ქვეყანა და შენ რომ ვიღაცა ევროპარლამენტარი ხარ და საერთოდ ვინ ხარ? რატომ მოდიხარ ჩემთან ხო ქართველს ხო ესა აქვს რომ ის არის პატარა ქვეყანა რომელიც ისტორიულად ებრძოდა დიდ ასე ვთქვათ დიდ მონსტრებს და აი წმინდა ისტორიულად რო შეხო 3000 წელზე მეტი ერის შვილი და აქეთ არის ევროკავშირი და ნატო რომელიც არის 70 წლის და ანუ ესენი გეუნებიან რომ შენ ესე უნდა რაღაცნაირი ეროვნული ღირსება ნატო გამორიცხეთ ანუ რაღაცნაირი ეროვნული ნატო აღარ არის ხო რაღაცნაირი ეროვნული ღირსება არსებობს რომელსაც აი ეგ კარგია კაი ეხა მე მინდა რომ მაკრონმაც გამოვიდეს უფრო აქტიურად და კიდე ოცნების კონსოლიდაცია გაიზრდება მაგისე გამერწყვეტ ხალხის კონსოლიდაცია პოსტების გარშემო ერთ კითხვას პასუხი გაეცა ხელისუფლების გარეშე. ანუ რატომ არ აკეთებდა ხელისუფლება იმას, რასაც აკეთებს დღეს, ადრე? იმიტომ რომ არ ქონდა საშუალება და რესურსი. ეს რაც დღეს ხდება, ეს ხდებოდა მაშინაც ეს დახურული არ ხდება. კი, და ეხლა ღიად ზეწოლები ყველა. ეხლა ყველაფერი იცი. უკვე საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილია და სახელმწიფო ფონზე დგას. და გავიმარჯვებთ. დიდი მადლობა მეგობრებო, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, იმაზე კარგად, ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენია. აი ესეთი პროგნოზი მაქვს. ჩვენ ერთმანეთს მომავალ შაბათს ვერ შევხვდებით, იმიტომ რომ მომავალ შაბათს უკვე გასაგებია რა, წინვარე დღეებიც არის. მაგრამ იმის იგივე შაბათს ხო შევხვდებით კაცსა და სულ ერთად ვიქნებით, სანამ საქართველოს არ გავწყინდება. კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.